მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2026 წელი ამოცანა ნომერი 4. გლუვ ჰორიზონტალურ ზედაპირზე მოთავსებულია ფოლადის სამი ერთნაირი გლუვი ცილინდრიო. გამომდინარე იქიდან მოდით ამ მოცემულობაც რო ჩავწეროთ ახლა ჩვენ. სამი ერთნაირიო ფოლადის ცილინდრიო, რადგანაც სამი ერთნაირი ცილინდრი არის მასები m a ცილინდრის ტოლი იქნება ამის და ამის და ამის ერთმანეთის ტოლია, ხო, ეს ცილინდრები, ეს იქნება mbs-ი, ეს ტოლი იქნება mcs-ი და ტოლი მოდით ავნიშნოთ ეს m-ით. A ცილინდრის მიანიჭეს 7-ვე სიჩქარეო, ესე იგი VA ტოლი ყოფილა 7-ვესი. ხო, რის შედეგადაც ის აბსოლუტურად დრეკადად შეჯახა ჯერ B ცილინდრს, შემდეგ კი C ცილინდრს. ხო, ესე იგი დრეკადად შეჯახა B-ს და C-ს, ესე იგი B და C გაჩერებულები იყვნენ და შემდეგ შეჯახება მოხდა, ხო? ესე იგი თავიდან VB ტოლი არის 0-ის და VC-ც ტოლი არის 0-ის, მაგრამ რო შეეჯახდნენ, რა მოხდაო, შევხედოთ შეჯახების შემდეგ B და C ცილინდრების სიჩქარეებია შესაბამისად 2V და 3V. ესე იგი VB გამხდარა შეჯახები VB' დავარქვათ, მოდით. VB' გამხდარა 2V-ს ტოლი, ხოლო VC' გამხდარა 3V-ს ტოლი. და გვეკითხებიან, რას ვეკითხებიან, შევხედოთ, განსვასყროთ ჩვენ A ცილინდრის სიჩქარე შეჯახების შემდეგ. VA' გვეკითხებიან, ხო? ხო, ეხლა მოდით, რადგანაც აბსოლუტურად დრეკადი არის დაჯახება, ჩავწეროთ ენერგიის შენახვის კანონი, რაც გულისხმობს იმას, რომ კინეტიკური ენერგია, სრული კინეტიკური ენერგია შეჯახებამდე ტოლი უნდა იყოს კინეტიკური ენერგიის შეჯახების შემდეგ. საიდანაც დაჯახებამდე რა იქნება კინეტიკური ენერგია? დაჯახებამდე ტოლი იქნება პირველის კინეტიკურ ენერგიას mAV კვადრატ ნახევარს დამატებული mBVB კვადრატ ნახევარი დამატებული mCVC კვადრატ ნახევარი. ეს ტოლი იქნება დაჯახების შემდეგ, ამასები არ შეიძლება, ხო? mAV' კვადრატ ნახევრის დამატებული mBV კვადრატ ნახევარი და კიდე დამატებული ამას mCVC კვადრატ ნახევარი. ახლა მოცემულობით VB და VC ნულია, ხო? შესაბამისად ეს წევრები ჩვენ აღარ გვექნება, ასე. და რა გვრჩება ახლა ჩვენ? ჩავსვათ ხო თან, მოდით, რომ ჩავსვათ, რა გვექნება m-ის ტოლია, ესე იგი m ჯერ V არის ტოლია, V არის 7V და 7V რო კვადრატში ავა, მოგცემს 59V-ს. შეფარდებული 2-თან, ეს ტოლი იქნება m არის m-ის ტოლი აქაც, V' გვეკითხებიან და არ ვიცით ეს უნდა გავიგოთ სწორედ. mv კვადრატ ნახევარს პლუს mb-ც m-ის ტოლია, vb' კვადრატი გახდა 2v, ამის კვადრატი მოგცემს 4v კვადრატს, გამრავლდება 4v კვადრატზე, შეფარდებული 2-თან, დაემატება mc-ც m-ის ტოლია, vc' არის 3v, 3v-ს კვადრატი მოგცემს 9v-ს, ხო, 9v კვადრატს, 9v კვადრატი, ხო, 9v კვადრატ ნახევარი, ესეთი რაღაცა. ეს ორები როდით შევგვეცოთ, ასე, SM-ების შევგვეცოთ. და რა გვრჩება, ესე იგი 59. აქეთ გვრჩება კვადრატი, უბრალოდ კვადრატი გამოგვჩენია, ხო, კვადრატში ავიდა. ესე იგი 59v კვადრატი გვრჩება, დავწეროთ, ხო, v კვადრატი გვრჩება. ეს 4v კვადრატი გადმოვიტანოთ აქეთ, მინუს 4v კვადრატი გვრჩება, მინუს 109v კვადრატი გვრჩება, აქეთ რო გადმოვათ, 9v კვადრატი ტოლია va' კვადრატის. 59-ს მინუს 4 არის 45, 45 მინუს 9 36-ია, ესე იგი აქედან va' კვადრატი ტოლი ყოფილა 36v-ს, საიდანაც ტოლობის ორივე მხარეს თუ ფესვს ამოვიღებთ, va' ტოლი გამოგვდის 6v-ს. შესაბამისად პასუხი იქნება E.